ლაგუნავერის საცურაო კომპლექსში ცურვის ლაზურ სახეობაში საქართველოს მასშტაბით პირველი ჩემპიონატი ჩატარდა. ჩემპიონატი ორასაკობრივ კატეგორიას მოიცავდა. 50 მეტრიან დისტანციაზე ერთმანეთს 95-2000 წლებში დაბადებულები ეჯიბრებოდნენ, ხოლო 100 მეტრიან და 400 მეტრიან დისტანციაზე 85-94 წელს დაბადებულებმა იასპარეზეს. ჩემპიონატში მონაწილეობას საქართველოს 6 ქალაქიდან იღებდნენ. სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა აზერბაიჯანი. შეჯიბრება ლაზური მარშის ფონზე დაიწყო, რომელიც სპეციალურად ამ სახეობისთვის 2006 წელს შეიქმნა, როდესაც პირველად თბილისის მასშტაბით საცდელი ჩემპიონატი ჩატარდა. რაკი უკვე საქართველოს მასშტაბით ტარდება და თანაც აზერბაიჯანიდანაც არიან სპორტსმენები, ხო, უკვე ეს ძალიან კარგი დასაწყისია და ძალიან გახარებულია. საქართველოში ცურვის 1000-მდე სახეობა არსებობს. დღევანდელი შეჯიბრება კი თავისუფალ კონკურს სტილში გაიმართა. ჩოხოსან რაინდ და დასი ცურვის ამ მივიწყებულ სახეობებს მათი აღდგენის დღიდანვე გულშემატკივრობს. გახსოვთ თქვენ, როცა გაჰყავდათ ქართველი ბიჭუნები, ხელფეხშეკრულები ეყარენ ისინი გემბანზე და საკმარისი იყო, რომ ისინი მიცოცებული იყვნენ გემბან და გადამხდარდნენ ზღვაში, ყველას ეგონებოდა, რომ ისინი არიან უკვე დაღუპულები, მაგრამ ვინც არ იყო ამ ცურვაში გამოწყობილი, ისინი გადარჩებოდნენ. აი აქედან ელემენტარული და ძალიან პრაქტიკული მაგალითი იმისა, თუ რა აზრი აქვს ცურვობის ამ დარგის აღორძინებას და აი დღეს უკვე მოვესწარით იმას, რომ საქართველოს პირველობაა და ამიტომაც ჩვენ მოვედით ჩოხოსა რაინდთა დასი, მოვიტანეთ ჩვენი ძვირფასი პრიზი, შესანიშნავი ქამარ ხანჯალი, რომ ვაჩუქოთ ერთ-ერთ გამარჯვებას. ბაირონი იწოდებოდა დანდანელის გმირად, რომელმაც აგრეთვე გადასურა. დანდანელი მხოლოდ ხელფეხაშლილმა თავისუფალი სტილით პრობლემების გარეშე და ბატონმა ჰენემ გადასურა ზუსტად იგივე ჩვენი კოლხური სამხედრო სახეობით. და ეს სახეობა არის რითი საინტერესო. ეს არის ჰიდროდინამიური წინააღმდეგობა აქვს ძალიან მცირე. ამიტომ ის ვინც დაინტერესდება ამ სახეობით, ის ძალიან იოლად და კარგ შედეგებს მიიღებს შესატყვის მის მსგავს სახეობაში, როგორც არის ეგრეთ წოდებული ბატერფლაი, ანუ დელფინი, ცურვის სახეობა, კლასიკური სახეობა. და აგრეთვე სხვა სახეობებშიც. დღევანდელ ჩემპიონატზე სულ 15 მედალი გაიცა. გამარჯვებულებს მედლებთან, სიგელებთან და თასებთან ერთად ბიბლია და წმინდა გიორგის ხატები გადაეცათ. რა თქმა უნდა, არ მქონდა ძალიან ბევრი სიმედი და ძალიან მომეწონა ეს წილი და მომავალშიც ვაპირებ, რომ ვიასპარეზო ლაზურით. საწყლოსნო სახეობების მესვეურები იმედოვნებენ, რომ ცურვის ეროვნული სახეობები განვითარდება და სამომავლოდ ფართო მასშტაბებსაც მიაღწევს.